ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად ამ სახელწოდების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ სასწავლო წელი უცხოელ კოლეგებთან ერთად უცხოენის ქართველმა პედაგოგებმაც შეაჯამეს და მოხალისეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. დაჯილდოვდნენ ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებიც, უცხოელი მოხალისე პედაგოგების ჩართულობით პროგრამა საქართველოში უკვე 7 წელი ახორციელდება. 2012 წლიდან გარდა იმისა, რომ იხვეწება კრიტერიუმები და არის აქცენტი მხოლოდ პროფესიონალურ კადრზე, პედაგოგიურ კადრზე და ასევე იმ უცხოენის სპეციალისტებზე, რომლითაც მშობლიურია კონკრეტული უცხო ენა, აღნიშნულმა უკვე არარაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი შედეგი მოგვცა. განათლების სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მშობლიურ და უცხოურ ენაზე კომუნიკაციის გაუმჯობესება. ამ ხრივ პროგრამას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ჩვენ მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ორი მასწავლებლის კოოპერირების მეთოდით ჩატარებულ გაკვეთილებს, პარტნიორულ გაკვეთილებს დაესწრონ. ჩვენ გავზარდეთ ეს ქვეყნების რაოდენობა, ყავს ჩინური ენის პედაგოგები, ფრანგული და გერმანულენოვანი პედაგოგებიც და ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ მათ შერჩევაზე. ძალიან სკრუპულოზურად ვარჩევთ პედაგოგებს, მათ აუცილებლად უნდა ქონდეთ პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება.